სალამი მეგობრებო, აქამდე, ბოლო რამდენიმე ვიდეო შეხვედრის განმავლობაში მოგესით ინტელექტუალური საქმიანობის უნივერსალური რეცეპტი. 3 სტადიად ხორციელდება ეს საქმიანობა. თან ყოველი სტადია არის გარკვეული ფსიქოლოგიური მოვლენა, ფსიქოლოგიური ოპერაციების ერთობლიობა. მარტივი სტადიიდან ვიწყებთ და განვითარების შედეგად ჩვენ შემდეგ სტადიაზე გადავდივართ, სადაც უფრო რთულ ფსიქოლოგიურ ოპერაციებს ვახორციელებთ, ვითარდებით ინტელექტუალურად და შეგვიძლია უფრო მყარად ვიარსებოთ საზოგადოებაში. სუბიექტის სტადია არის ყველაზე მისაღები, ანუ იმისათვის, რომ თქვენ დარჩეთ, ვთქვათ უკვე ზრდასრულ ასაკში ინდივიდის სტადიაზე, ამას გარკვეული პირობები ჭირდებათ. შეიძლება ფსიქოფიზიოლოგიური იყოს, შეიძლება კიდევ სხვა მიზეზი, ანუ რაღაც მიზეზების გამო თავის დროზე ვერ გადახვიდეთ აი ამ სტადიაზე და ყოველთვის აი ძიძა დაგჭირდებათ, რომ ვიღაცამ რაღაცა გიკარნახოთ, ანუ ადაპტირება რეალობის ძალიან გაგიჭირდებათ. იმისათვის, რომ გადახვიდეთ უკვე პიროვნების სტადიაზე, პიროვნება თავისი ბუნებით მკვლევარი. მკვლევას გარკვეული ნიჭი ჭირდება. ანუ ესეთი ადამიანების შერჩევა, განვითარება და გამოყოფა ბავშვობის სტადიაზე საკმაოდ რთული ამოცანა არის. ეს ჩვენი პროექტის მიზანიც მე მგონი გახსოვთ. მოდით გავიაროთ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ. გამეორება ცოდნის დედაა ზუსტად იმიტომ, რომ გამეორება ხელს უწყობს რომ ჩვენს მეხსიერებაში განწყობის სახით, ანუ წინასწარი მზაობის სახით, ფსიქოლოგიური წარმონაქმნის სახით გახდეს წინასწარი მზაობა. გახსოვთ რა შეკითხვები ჩნდება, როდესაც 1+1, ანუ რეცეპტით საქმიანობა არ გამოდის. აი აქ უკვე ცნობიერება ირთვება. შიშის დაძლევა ერთ-ერთი მოცანა უცნობი ყოველთვის გვაშინებს. გავრბივართ ჩვენ, როდესაც შიში გვეუფლება, ან ვხდებით აგრესიულობი. ერთიც და მეორეც ხელს უშლის ინტელექტუალურ განვითარებას. მეორე სტადია, ესეც ვნახეთ, აქაც ინტელექტი ირთვება, როდესაც რაღაც არ გამოგვდის. თუ რაღაც არ გამოგვდის, ეს სწავლების და სწავლების პროცესის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა და მეთოდური მიდგომაა. ამით უნდა ვისარგებლოთ ყოველთვის, სასწავლო პროცესიც აი ესეთნაირად უნდა იყოს აგებული და მეც არ კარნახობთ ზუსტ რეცეპტებს ბოლომდე არ გაძლევთ ყოველთვის, როგორც ადრე მოვილაპარაკეთ, არის რაღაც ხრიკი, რაღაც შეიძლება პირველი შეხედვით უზუსტობა, მაგრამ დაგეგმილია ეს ყველაფერი იმისათვის, რომ თქვენც როდესაც უყურებთ აი ამ სლაიდებს და მოვყვებით, ინტელექტი ჩართოთ. ცნობიერება ჩართოთ. ანუ გადახვიდეთ ერთი სტადიიდან მეორეზე. ამასაც ახლავს იგივე დემონი, ანუ ყოველთვის განუყოფლად ჩვენთან არის. მესამე სტადია. ამ სტადიამდე მისვლა ასე მარტივი არ არის. ამ ამოცანებს ეუფლებით ამას. თუ არა და საჭიროა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. ანუ თუ გვაქვს ჩვენ შეთანხმებული სისტემა, სადაც სუბიექტი მეგობრობს პიროვნებებთან და ორივეს ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ ინდივიდის დონეზე მყოფი ფსიქოლოგიური ობიექტი იყოს განვითარებული, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. ხანდახან მეცნიერება ვერ პასუხობს თქვენს შეკითხვაზე. ეს სტადიაც გვაქვს ჩვენ განხილული. მეცნიერებსაც ეშინიათ. სიახლე ყოველთვის რაღაც გაურკვევლობის, განუზღურელობის შემცველია, აბა რა გამოგვივა. ამის დაძლევას ჭირდება მეცნიერებას და მთელი მეცნიერების ისტორია ყველა აღმოჩენა შიშის დაძლევის შედეგად არის მიღწეული. უშიშარი ადამიანები უნდა გავხდეთ, მაგრამ რისკზე თუ მივდივართ, ყოველთვის სათანადო დაცვის საშუალებებიც უნდა იყოს განვითარებული. სისტემურ აზროვნებასაც მივადექით. ნახეთ, რამდენი რაღაცა შეიკრა ერთად, აი განწყობის თეორიის, განწყობის ანთროპული თეორიის წარმოდგენები, მექანიზმები,
ალგორითმი აზროვნების, ანუ ცნობიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის საქმიანობა, ყველაფერი ერთად არის შერწყმული. და სისტემური მიდგომა თუ საქმიანობაზეა საუბარი, უნივერსალურია. შევკარით ერთად. აი ეს კიდევ ერთი დასკვნა. ნუ თუ არ გამოგვდის, მაშინ იწყება მეცნიერება განვითარებას. ლაბორატორია უკვე არის სამყარო მეცნიერებისათვის, ამავდროულად ადამიანიც არის შესასწავლი, განწყობის ზოგად ფსიქოლოგიური თეორია იძლევა ყველა პასუხს. მეცნიერების პრობლემა არის ფსიქოლოგიის ცოდნა, ფსიქოლოგიის ინერცია საკმაოდ სერიოზულია. აი ეს სქემა ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზეა საუბარი, ეს სქემა უკვე ერთხელ იყო და აკვირდით. ანუ უზნაძის მეხსიერების ის ნაწილია, რომელიც ინტელექტუალურ დონეზე ცნობიერების ჩართვით ვითარდება და ლორენცის მეხსიერება ასეთნაირად დავარქვი, ანუ ის პირველადი პროგრამები, სოციალური ქცევის პირველადი პროგრამები. ამ სლაიდთან კარგად უნდა იმუშაოთ. აქ ისევ იგივე მეორდება. სულ ვტრიალებთ აი ამ სამ ნაძვს შორის, ანუ სამ სტადიას შორის, სამ ფსიქოლოგიური განვითარების ტიპს შორის და მე მგონი ძალიან კარგად ლაგდება ეს ყველაფერი. ამ სქემების ასამუშავებლად საჭიროა, რომ ჩვენი ყურადღება, რადგან ჩვენ დავსვით ესეთი ამოცანა და მისია, ყველა გენიოსი მივიყვანოთ პიროვნების დონემდე. პიროვნებაც უნდა ზრუნავდეს ამაზე, რომ სუბიექტის დონეზე არსებული ადამიანები, მშობლები, ბებიები, პაპუები ზრუნავდნენ. ანუ თანამოაზრეები იყვნენ აი ამ მისიის შესრულებაში და მთელი ეს ძალისხმევა აი ასეთი სქემით უნდა იყოს მიმართული ამ ამოცანის გადასაწყობად. ნახეთ სირთულეები, აი გავიხსენოთ ისევ სამი საწყისი, ისევ ურთიერთობა. შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ ამოცანები, სადაც ბავშვების ურთიერთობა არის ერთმანეთში. ძირითადად ეს ურთიერთობა ბავშვების ერთმანეთს შორის არაცნობიერად და ქვეცნობიერად ხდება. ანუ ბავშვების სამყაროში საკმაოდ ბევრი აგრესიულობა, ამას ყველა აღნიშნავს, მაგრამ უნდა მოახერხოთ, რომ მშობლებსა და ბავშვებს შორის იყოს ცნობიერი ურთიერთობა. პირველადი რაც არის იმპრინტინგი, ანუ აღიარება ბავშვის მიერ, აღიარება, რომ მშობელი არის მისი მეგობარი და ავტორიტეტი და მთავარი ფუნქცია ამუშავდეს მიბაძვა და სწავლა. ეს ამას უნდა მივახციოთ პირველ რიგში ჩვენი საკუთარი ქცევით, სამაგალითო ქცევით, ყველა იმ სიტუაციაში, რომელშიც ბავშვი არის ჩართული და ცნობიერების ნიშნებს ყოველთვის უნდა ვამჟღავნებთ. ეს სქემა შეგიძლიათ გადაამუშავოთ და ნახოთ, რომ საზოგადოებაში ზოგიერთი რგოლი, ანუ ფსიქოლოგიური ობიექტი არის უფრო ზრდასრული, ზოგიერთი არის ბავშვი, ან ბავშვის დონეზე მყოფი უკვე ზრდასრული ადამიანი, ზოგიერთი არის სუბიექტი, ზოგიერთი არის პიროვნება და ნახეთ, როგორ რთულ ვითარებაში ვართ ჩვენ. ბავშვის დაცვა, თავდაცვა, ეს სერიოზული ამოცანაა, საკმაოდ სერიოზული ამოცანაა, გადასაწყვეტია, ცდილობენ მკვლევარები, რომ ეს ამოცანა გადაწყვიტონ, მაგრამ მე ვერ მოვძებნე ჯერჯერობით. კარგი მოსაზრება, ორი წიგნი ეკუთვნის რადა გრანოვსკაიას, თავის დროზე დამაკვალიანა, როდესაც მე გზას ვეძებდი, მაგრამ არა ვარ კმაყოფილი ამით. ანუ ეთოლოგიის გარეშე არაფერი არ გამოდის. იმ წარმოდგენების გარეშე, რაც ჩვენ განვიხილეთ წინა სტადიებზე, არაფერი არ გამოდის. თუ ამას ჩავრთავთ, ლაგდება მთელი ეს სისტემა და შეიძლება რეკომენდაციების სახით და არსებული პრაქტიკის სახით, მე მაქვს ეს პრაქტიკა, ყველაფერი ნორმალურად მუშაობს. რა უნდა განვავითაროთ პირველ რიგში, რომ დავეღრმოთ რიცხვის და ზომის ცნება, უკვე ცნობიერი ის პირველი ცნობიერი საშუალებები იყოს ჩვენთვის ბავშვთან ურთიერთობაში განვითარებული. რა უნდა განვავითაროთ პირველ რიგში? ვიზუალური პროცესორის განვითარება პირველ რიგში.
ანუ ჩვენი აღქმა იქამდე ვიდრე ადამიანმა ენა შექმნა და დაიწყო უკვე საუბარი, დაიწყო საკმაოდ დიდარი ცნობიერი საქმიანობა, ვიზუალური პროცესორი იყო. ხაზვა არის ვიზუალური პროცესორის განვითარების პირველი საშუალება. ანუ მთელი ფსიქოლოგიური ტრენინგი შეიძლება ასე ვთქვათ, ეყრდნობა ამ უნარის განვითარებას. რიჩარდ ფეინმანი 44-45 წლის რო იყო, გადაწყვიტა და ხატვის სწავლა დაიწყო. გამოუვიდა რაღაცა საკმაოდ კარგად. ანუ წარმოიდგინეთ რა არის ხატვა და ხაზვა. რეალობის ობიექტის წარმოდგენა, დაკვირვება ამ ობიექტზე, მისი განმოტანა მეხსიერებაში და მერე მისი ასლის შექმნა. ანუ მისი აბსტრაქტული სისტემის შექმნა, შედარება რეალობის ობიექტთან. მთელი ფსიქოლოგიური საქმიანობის ციკლია და ფსიქოლოგიური განვითარების ციკლია, თუ ჩვენ ვისაუბრებთ აი ამ ჩვენ ფენომენზე, ვიზუალურ პროცესორზე. საკმაოდ სერიოზულად და საინტერესოდ მუშაობს. მე ჩემ ვიზუალურ პროცესორთან მუშაობის ძალიან საინტერესო და დიდი გამოცდილება მაქვს. ხატვა, ხაზვა. ხატვა და ხაზვა ყველა შეუძლია. მე 2 წლის ბავშვს არაერთი ასეთი მქონდა ექსპერიმენტი, პატარებს ხატვას ვასწავლი, აი ესეთი ფორმით. ნუ სადაც აი ძაღლუკა არის დახატული, აი ასეთი ზოგ ზრდა სრულსაც, ვისაც ეშინია, რომ ხატვა არ ვიცი, ყველა ჩემი სტუდენტი სწავლობს ხატვას, აი ამ მაგალითზე. ზოგი უკვე მომზადებულია. გახსოვთ, ჩვენ შევეხეთ აი სპილოს ხატვას და ჯერ ზოგადი წარმოდგენით, ფორმებით ნებისმიერი ბავშვი ეუფლება აი ასეთნაირად ხატვას. ცდილობს მერე ამის გადაკეთებას, ფორმების შეცვლას, ფეხზე დააყენოს ძაღლი, შეუცვალოს ყურის ფორმა და იწყება აქედან ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური განვითარების მთელი რიგი ექსპერიმენტები. საკუთარ თავთან მშობლებს ძალიან უნდა უხაროდეთ და ეს აუცილებლად უნდა დაიწყოს. ამავდროულად ფანქრის ხელში ჭერას მრავალი უნარი ვითარდება და აქედან იწყება ყველაფერი, რაც ზრდა სრულ ასაკამდე, ანუ კონვეიერს როდესაც მიანდობთ, იყოს უკვე გამზადებული. ნუ დაკვირვება პირველ რიგში. აი თუ ბავშვს თქვენ აჩუქებთ გამადიდებელ მინას, ახალი სამყარო აღმოჩნდება. დააკვირდით, როგორ დაიწყებს ამით სარგებლობას, რას გააკეთებს. ნუ ყოველთვის ვიძახი, რომ პირველ რიგში უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს მიღებული. შეიძლება ცეცხლი მოეკიდოს რამეს თუ მზე დაფოკუსდა. ვაჩვენე პირდაპირ, მეუბნები, რომ ეს ძალიან საშიშია, ამასაც კი ვაკეთებ, რომ მივმართავ ხელზე, მაშინათვე იგრძნობს ტკივილს და უკვე იცის, რომ დაცულია. არ უნდა შეხედოს მზეს, კაშკაშა ობიექტებს და ესეც არის გარკვეული სერიოზული პროცედურა და მომენტი. ამას მიხედვა ჭირდება. ნუ რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაზე უნდა იყოს გარკვეული საუბარი. ანუ დაკვირვება პირველ რიგში. თუ ეს უნარი განვითარდა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ უკვე იმაზე ფიქრი, რომ არქიმედეს გარემო შევუქმნათ ბავშვს. ეს ძალიან საინტერესოა. ყოველთვის როცა ბავშვის განვითარებაზე ვცდილობ და მასთან პირველ კონტაქტზე უნდა შევეცადოთ ის ძალიან ძველ დროს არსებული გარემო შეუქმნა. ეს საკმარისი იქნება არქიმედეს გარემო. ჩვენი მიზანი, როგორც გითხარით, არის რომ რამდენიმე წელიწადში პრაქტიკულად გავიაროთ ის ინტელექტუალური ისტორია, რასაც კაცობრიობა მოუნდა ათასობით წელიწადი. დაგემშვიდობებით. ჩვენ ყველაფერი შევკარით, რაც იყო თეორიის თვალსაზრისით, პრაქტიკის საწყისების თვალსაზრისით და დაგვრჩა, რომ აი ჩვენ პროექტში რამდენიმე კონკრეტული ამოცანა უკვე განვიხილოთ, რომელიც გამოგადგებათ და ცოდნა შევიტანოთ თქვენს ლაბორატორიაში, რომელიც გამოგადგებათ უკვე თქვენს რეალურ
საქმიანობაში, თქვენს პატარებთან ურთიერთობაში.